არავინ იცის, რას გრძნობდა მაშინ გიორგი სააკაძე, როდესაც მარტყოფის ბრძოლის წინ შაჰ-აბასის ღალატი და სამშობლოს დაცვა გადაწყვიტა. ან რას ფიქრობდა, როცა საკუთარი შვილი პაატა გარდაუვალი წამებისთვის სამშობლოს სანაცვლოდ გასწირა. მართლაც ძნელია მისი ცხოვრების ერთმნიშვნელოვნად შეფასება. ტაშისკართან სააკაძის სარდლობით ოსმალთა ჯარზე მოპოვებულმა ბრწყინვალე გამარჯვებამ კიდევ უფრო გაზარდა მისი ავტორიტეტი. 1611 წელს ლუარსაბ მეფემ იქორწინა სააკაძის დაზე. ამ ქორწინებამ კიდევ უფრო გააძლიერა მისი მდგომარეობა, მაგრამ ასევე გააძლიერა მის მოშურნეთა რიგები. ამიტომ თავადებმა განიზრახეს მისი გზიდან ჩამოშორება. მათ მეფე დაარწმუნეს, რომ სააკაძეს მისი მოკლა ჰქონდა განზრახული და დედოფალთან სასწრაფოდ განშორება მოსთხოვეს. დიდი ჭოჭმანის შემდეგ ლუარსაბი დათანხმდა. სააკაძემ შეიტყო შეთქმულების ამბავი და ოჯახთან ერთად ირანში გადაიხვეწა. ამასობაში შაჰს კახეთიდან უსიამოვნო ამბები მისდიოდა. კახელები თითქოს აჯანყებას აპირებდნენ. 1624 წლის ბოლოს შაჰმა სააკაძე და მისი სიძე ზურაბ ერისთავი ირანში გაიწვია და მოკლე ხანში ქართლ-კახეთის საბოლოო დასაშოშმინებლად უკან გამოუშვა ყარჩიხა ხანის არმიასთან ერთად. მაგრამ შაჰი ბოლომდე მაინც არ ენდობოდა სააკაძეს. ამიტომ მისი ვაჟი პაატა და ზურაბ ერისთავის მეუღლე ძევლებად დაიტოვა. ყარჩიხა ხანს საიდუმლოდ სააკაძის მოკვლაც ჰქონდა დავალებული. არც სააკაძე ყოფილა უქმად. მას წინასწარ ჰქონდა მომზადებული აჯანყების გეგმა და დავალებები გადანაწილებული ქართველი სარდლებისათვის. მარტყოფის ველზე დაბანაკებულ მტრის ჯარს მოულოდნელად ქართველები დაესხნენ თავს. სააკაძემ და მისმა მხლებლებმა מחვილები იშიშვლეს და ყიზილბაშთა მთელი მხედრობა კარავშივი ამოხოცეს.